დავხატოთ პეიზაჟი ფერადი ფანქრებით. ესეთი ხაზი გავავლეთ და შემდეგ დახატავთ მთებს. შუა მონაკვეთში ჩავხატოთ მდინარე. მთებიდან წამოსული. მონაკვეთში იქნება ესეთი ბუჩქები, შეგიძლიათ ხეები, ნაძვებით შეგიძლიათ ჩახატოთ ღრუბლები, ჩიტები. აქ ჩავხატოთ სახლი. სახლის დასხატად გამოიყენეთ ჩემი ვიდეოები, რომლებიც მიდევს და მაქვს სხვადასხვანაირი სახლის ხატვის ვიდეოები. სრულისამებრ აარჩიეთ თქვენ რომელიც უფრო მოგეწონებათ. აქ იქნება მდინარე, როგორც უკვე ვთქვი, ისე ხაზებით მოვნიშნავ. და მთებზე შეგვიძლია ესე თოვლის მონაკვეთები ჩავხატოთ. ვაფერადებ ფერადი ფანქრით, როგორც ხედავთ, 2 ტონში, მწვანეში. შემდეგ მდინარის გაფერადებას ვიწყებ. სხვადასხვა ტონები ჩემაქვს. ვიყენებ ცისფერს, ლურჯს, იასამნისფერს. მთები, რადგან მინდა რომ იყოს შორს და ჰაერი შევქმნა, შესაბამისად გავაფერადებ იასამნისფერში. სახზე წითელ სახურავს გამოვიყენებ, უფრო ეფექტური იქნება. შეგიძლიათ თქვენი ინტერპრეტაციით ჩაამატოთ ფიგურები, ან ხეები, ან ნაძვები, როგორც უკვე ვთქვი. თქვენი ნამუშევრები შეგიძლიათ გამომიგზავნოთ შესაძლებლად.